გამარჯობათ მეგობრებო, ეხლა წავიკითხე რომ აი ჩვენი ბიჭი როა ირაკლი მაგი ამბობს რომ deep state-თან ბრძოლაო გვეშინიაო რომ ტრამპის deep state-თან ბრძოლაო გვეშინიაო რომ deep state-ის რებრენდინგით არ დასრულდესო. ხო და რებრენდინგზე გამახსენდა რა საქართველოს მართავდნენ კომუნისტები. მერე ამ კომუნისტების ელიტა გამოვიდა კომუნისტური პარტიიდან და შევიდა მოქალაქეთა კავშირში. გაკეთდა კომუნისტური პარტიის რებრენდინგი. შემდეგ მოქალაქეთა კავშირის ელიტა, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი, გამოვიდა მოქალაქეთა კავშირიდან და გადავიდა ნაცმოძრაობაში. შემდეგ ნაცმოძრაობის ელიტა, მაგალითად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აფინანსებდა ნაცმოძრაობას, ხელფასუხდიდა მათ ბევრი წლები, ყიდულობდა იმებს, რა ქვია, დუბინგებს და რეზინის ტყუებს ხალხის დასაშლელად, გამოვიდა ნაცმოძრაობიდან და შევიდა ოცნებაში. რებრენდინგი გააკეთეს ნაცმოძრაობის. მარტო ბიძინა არა, რა თქმა უნდა. ხო და უკან რომ მიყვეთ, აგენი ყველა მეგობრებო კომუნისტური პარტიიდან მოდიან. აბა, აი რა რებრენდინგი ირაკლი. Тибозмо. Алемао. Нам пиздец, Люда. Нам пиздец, Люда. Нам пиздец.